ჩვენი შემდეგი სტუმარი სისწრაფით მესის გავს, დრიბლინგით რონალდოს, თვალებით კი მამას. მოდი ყველანი ერთად მივესალმოთ ფეხბურთელს თომა გრძელიშვილს. მოგზავნით. გამარჯობათ. როგორი ადამიანი მოგზავნით თომა, მოდი. სალამ. და როგორი ომახიანი ჩამორჩენილია ხელის ეს ბურთი მათხოვეთ ცოტა ხნით. აი აქ დავდოთ მე და შენ შუაში ესე დავსხდეთ. აბა როგორ ხარ მითხარი ახლა? კარგად. კარგად ხარ? კარგი, კარქასიაძე ხარ? შესანიშნავი ამბავია. უკან წარწერა გააქვს? აბა მანახე. აჰა, თომა გრძელიშვილიც ესე იგი რა არის, იცი? დავღალეთ ჩვენ მთელი მსოფლიო, ხო? მე მგონი. იმიტომ რომ ჯერ კვარაცხელიას გვარის სწავლა რა იყო და ეხლა გრძელიშვილი უნდა ისწავლონ, წარმოგიდგენია შენ? ეს რა ვარცხნილობა გაქვს შენ, შეგიძლია მანახო? აბა თავი მიატრიალე და მოატრიალე. საოცარია. ეგ შენი მარცხნილობაა, შენ გადაწყვიტე რომ ასეთი გქონოდა. მართლა? ვინ გაგიკეთა ეგ ვარცხნილობა? მამა. მამამ? მამა სად მუშაობს? გადაღებაზე. მამა გადაღებაზე მუშაობს. საოცარი ამბავი. რამდენი წლის ხარ ახლა გითხარი შენ თომა? 3. 3 წლის ხარ და უკვე ფეხბურთს თამაშობ? სად დადიხარ? ინტერის აკადემიაში. ინტერის აკადემიაში? ფეხბურთის აკადემიაში დადიხარ 3 წლის უკვე? და არის მის აპლოდისმენტები ამასთან დაკავშირებით ხალხო. საოცარი. იქ როგორც კი მიხვედი ეგრევე მიგიღეს? რაკნეს ესე ბურთი გამოგიგორეს და ფეხი დაარტყიო, გითხრეს ესე? და შენ დაარტყი კარგად და იქ მოეწონათ? რა ხდება აკადემიაში? რას აკეთებთ იქ? დარტყმები, ფინტები. ეს მოკლე ფრაზები ვიცი. დარტყმები, ფინტები, კიდე? ვარჯიში? ვარჯიში. ფიზიკური. ფეხბურთი, მატაობა. აჰა. დრიბლინგი ანუ. რა მაინტერესებს? მარტო აკადემიაში დადიხარ, შენ თუ ბაღშიც დადიხარ? ბაღშიც დავდივარ. დადიხარ ბაღში? ხედავთ? აკადემია და ბაღი რაღაცნაირად ერთად ანუ ბაღიც ხომ აკადემიაა პრინციპში, ხო? იქ რა ხდება ხოლმე? აი ბაღში რას აკეთებ მომიყევი? იქ მეგობრები ყავს შენ? ბევრი მეგობრები. ბიჭები უფრო მეტი ყავს მეგობრები თუ გოგოები? ბიჭები. ბიჭები ყავს უფრო მეტი. კარგი, იმიტომ რომ ფეხბურთს თამაშობთ ერთად? ვინ უფრო კარგად თამაშობს? შენ თუ სხვები? მე. შენ თამაშობ? იცი რა მაინტერესებს? იმისთვის რომ ფიზიკურად კარგად იყო და ძლიერად რო იყო, მაგას საკვები ჭირდება. შენ საჭმლის ჭამა გიყვარს? ბაღშიც გაჭმევენ? კი. რას გაჭმევენ? რა გიყვარს იქა? ბორში. სერიოზული ამბავია? კიდე? სახლში რას გაჭმევენ? ეს ფეხი ავტომატურად ესე იმიტომ შვება, რომ ბურთს ელოდები, უნდა დაარტყა? ნახეთ როგორი ფეხი აქვს? ეს სპეციალურად კი არ აკეთებს. როგორ ხდება ეგ ფეხი, მანახე? ჰოპ. შესანიშნავი ამბავია. სახლში რას გაჭმევენ? ბორს. ესე იგი ძალიან რთული ვითარება არის, მინდა გითხრათ, სახლში ბორს საჭმევენ, ბაღში მიდის ბორს საჭმევენ, სხვას არაფერს არ გაჭმევენ? მოკლედ, მინდა გითხრათ, ჩვენ რომ დოპინგი გვეგონა, ბორში აღმოჩნდა პატივცემულებო. ეხლა მომიყევი, ვინ უნდა გამოხვიდე შენ რომ გაიზრდები? რონალდო. ერთხელაც რომ გადავამოწმოთ, რა, ვინ უნდა გამოხვიდე? რონალდო. რონალდო უნდა გამოვიდეს. აი, ფეხის მოძრაობის მიხედვით თუ ვიმჟელებთ, ნამდვილად გამოვა. რონალდო. მაგრამ იცი რა შეასაქმე? რონალდო რო გამოხვიდე ხა რა, დიდი ამბავი ეგ არის რა. რონალდო უფრო მაგარი ტიპი არის თუ თომა გრძელიშვილი მითხარი? შენ უნდა გამოხვიდე? რონალდო. მაინც რონალდო? მაგრამ მე მგონია რომ შენ უნდა გამოხვიდე თომა გრძელიშვილი. დიახ, თომა გრძელიშვილი უნდა გამოვიდეს. იცი რა, მეც მინდოდა რომ ვასიკოდიშვილი გამოსულიყავი და გამოვედი. გინდა ფეხბურთი ვითამაშოთ? რომ მოგიგო? ვერ მოგიგებ? მე რო დიდი ვარ, დიდები ხო უგებენ ხოლმე პატარებს. ესეთები არიან და უგებენ პატარებს. რა? არ გეშინია? დავცხოთ? შენ მითხარი მე რა გავაკეთო და ისე მოვიქცევი, კარგი?
აპლოდისმენტების თანხლებით დავიწყოთ იმის კეთება, რაც ყველაზე მაგრად იცის ადამიანმა. ხო თომა? მოდი ვითამაშოთ. ოღონდ ეხა იცი რა ვქნათ? მე სადმე წავიდე, რა უნდა გავაკეთო? კარში დავდგები და ოღონდ ეხა მაიცა. ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ. უდრებს არა ვართ. აი, მოდი. მამარდაშვილი ვარ მე. რა. ამას უყურებთ? რამდენი წლის ხარ შენ? 3. უშენ გაგახარებს მერტი, მოდი. ერთი წუთით. აღარ მინდა კარში დგომა, კაცო. აჰა. სხვათა შორის ორჯერ არ ითვლებ. დადექი კარში. მზად ხარ? უშენ შემო. მზად ხარ? გაგიტანო? არა. გაგიტანო? აპლოდისმენტები. ეხა იცი რა მინდა? როგორ ვარჯიშობ ხოლმე? კონუსებით რაღაცებს ალაგებ? იცი ეგ როგორ კეთდება? მიდი აბა მანახე როგორ ვარჯიშობ. ეგ რისთვის არის? მაგას უნდა შემოურბინო? აბა, კი ბატონო. აჰა, დისტანციაც იცის ადამიანმა. შესანიშნავი. მე მგონი გვეყოფა. აჰა, ბურთი და აჰა მოედანი. აპლოდისმენტები. უყურეთ. აბა უყურეთ. ტაშით ხდება ეს ყველაფერი. შემოუარა. შესანიშნავი. 3, 2, 1, წავიდა. ოპა. მოთყვა 1. მოთყვა მეორე. მოთყვა მესამე. მეოთხე. ერთ-ერთზე ბეკარესთან. აპლოდისმენტები დამსახურებული. ესე იგი ეს უბრალოდ გოლი კი არ გაიტანა, სხვა შორის თუ დააკვირდით, კონუსიც წააქცია. ეს ორმაგდება და საბონუსო ქულა არის. შენ ხა მითხარი ვინ გასწავლა ფეხბურთის თამაში? საერთოდ. მამა. რა ქვია მამას? გიორგი. აქ არის გიორგი? სალამი, გიორგი, მოგესალმებით. გადამღები ყოფილ ხართ? ესეც გავიგეთ. გადამღები. და ფეხბურთიც ყვარებიათ და შესაბამისად შვილიც შეგიყვანიათ და მინდა გითხრათ რომ კოჭებში ვატყობთ რომ სწორი გადაწყვეტილება არის ნამდვილად. სიარული რო დაიწყო, იმის მერე ბურთს დასდევს. ანუ ეს სადღაც გუშინ რო დაიწყო ამან სიარული, ესე იგი მე ფეხბურთზე მეორე დღესვე შესაბამისად წავიდა. კი, იმის მერე არ ჩერდება. ბორში გაქვთ ხოლოდ სახში საჭველი? ვერმიშელის ფაფა უყვარს. ვერმიშელის ფაფა უყვარს. კი, ციციბურა? ციციბურაც ყვარებია. როგორ იქცევა? მოუსვენარია? არა, კარგი ბიჭია, გამოდგა. კი. იმედია რომ სამშობლოსაც გამოადგება და საქართველოს ნაკრებშიც ითამაშებს. ხო მართალია? და ძმა გყავს შენ? 1. 1 დაკავს თუ 1 ძმა? 1. 1 დაკავს თუ 1 ძმა? 1. ძმა. სად არის? აბა ძმა აქ არის? აი ეს ლამაზი კაბაროაცვია ის შენი ძმა? მე მგონი დაზგავს უფრო. შენ რა სიტყვა? და არის ხო ეგა? ბატონო. რა ქვია ამ ლამაზ გოგოს? მარიამი ვერაფრით ვერ იქნება ძმა, მინდა გითხრათ. შესანიშნავი გოგონა. შენც ფეხბურთელი ხარ, მარიამ? არა, გასაგებია. აბა ვინ უნდა გამოხვიდეს შენ რო გაიზრდები? ტანვარჯიში გინდა? აი, მაინც სპორტთან ახლოსა ვართ. ესე არა, და უკვე დადიხარ ტანვარჯიშზე? მართლა? კი. ესე იგი, ფაქტიურად შესანიშნავი სპორტსმენები გვეზრდებიან წინასწარ, მინდა გითხრათ. და ამისათვის პირველი ვინ უნდა მოვიწვიოთ, იცი შენ? ფაგიო! აი, ეს ფაგების ნაკრები, შენ პატივცემულო. ეს არის სპეციალური ნაკრები ფაგების, რომელიც დაგიცავს გაციებისგან და ყველანაირი ინფექციისგან. ხო კარგია? დედამ
იცის ფაგიო. და ახლა შემდეგი საჩუქარი, რომელსაც მოგვიტანს ვინ? ლოკომოკოს ლომი. აი, ასეთი გემრიელი საჩუქრები ლოკომოკოსგან. დაიმახსოვრეთ კარგად ძვირფასებო ეს ადამიანი. უცხოელ კომენტატორებს კიდევ შევასწავლი გვარს. თომა გრძელიშვილი, აპლოდისმენტები, დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ პატივცემულო. დიდი მადლობა.